თბილისის დინამოს და ბათუმის დინამოს გულშემატკივრებს უნდა დავეთანხმოთ, რომ რუსეთი ოკუპანტია. რაღაცა სამწამში თუ არ მოასწარი ყველაფერი ისე არავინ გიყურებს და თავარი არის რომ რამენაირად ჩემს ყველას ეშველოს. მოგესალმებით ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებო. სწრაფ სპორტულ შედეგებს არ უნდა დაუმიზნოთ. მიღირსამ ვერ ხედავ პერსპექტივას რომ შეიცვლება რა მე ხოს მოვაშე კონკრეტულად თბილისში, დინამო თბილისში. I know Miko Tatse. He played at Ajax, so I know that player. ყველა მატჩზე მოსაგებად გავდივართ. მოგესალმებით ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებო. თქვენ უყურებთ Morig Vlogs. დინამოების დერბიდან. თბილისის დინამო არენაზე ბათუმის დინამოს უმასპინძლებს და შეგახსენებთ რომ ეს არის პირველი ტურის გადადებული შეხვედრა. ჩვენ უკვე აქ ვართ. აკრედიტაციები ავიღეთ. რაღაც ინტერვიუებიც ჩავწერეთ, რომელსაც აუცილებლად ნახავთ ვიდეოში. რა შეიძლება ითქვას კლუბების მდგომარეობაზე? დინამო თბილისს ძალიან ბევრი ფრე დაუგროვდა და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მაქსიმუმს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოგებაში გარდასახონ. დინამო ბათუმს ცოტა შერეული სეზონი აქვს. სხვა შორის ეს არის პირველი ვლოგი, რომელშიც დინამო ბათუმს გადავიღებთ, ამიტომ განსაკუთრებით საინტერესო იქნება ჩვენთვის. დინამო ბათუმისზე დაკვირვება, რა სტილს თამაშობენ, როგორ თამაშობენ, რა სიზამენ, ალბათ ერთ-ერთ ყველაზე რთულ გასვლაზე. დინამო არენაზე მოკლედ ვნახოთ. აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და გამოგყვეთ იმისთვის, რომ ქართული ფეხბურთის პოპულარობაში მეტი წვლილი შევიტანოთ. მოკლედ, წავედით. ცალსახად რაღაც პროექტის სახელს იმას თუ რა ვითარებაც არის დღეს, რა ეტაპზეც არის ჩვენი კლუბი. ეს კლუბი მანამდეც არსებობდა. ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებებიც ჰქონდა და ქართულ ფეხბურთს ჩემი აზრით ძალიან წაადგა დინამო ბათუმის ბოლოდროინდელი აღზევება და აღმასვლა. თუმცა დადგა კლუბის ცხოვრებაში პრობლემური დრო და უბრალოდ ეხლა არის იმ ეტაპზე კლუბი, რომ ტრანზიციის პროცესში რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოახერხოს კლუბმა ისევ ფეხზე წამოდგომა და იმ ხაზის გაგრძელება, რასაც მანამდე მიყვებოდა. არის ახალი ხედვა კლუბში, ახალი გამოწვევები და ამ პროცესს ხელმძღვანელობს ის გუნდი, რომელიც ეხა არის სათავეში, ეხა მოვიდა სათავეში და არის ბევრი პრობლემური მიმართულება, რომელსაც ნელ-ნელა ვცდილობთ და ვაუმჯობესებთ, ასე ვთქვათ, კლუბში. თანაკრებო პაუზის შემდეგ ბათუმის თამაში შედარებით გაუმჯობეს და ასე გამარჯვება იყო სახში 4-1. იგრძნობა ცვლილება, იგრძნობა გამოცოცხლება. ეს ტრანზიცია როგორ მიდის ამ შემთხვევაში? ამ ეტაპზე ჩემი აზრით ყველაფერი წესრიგშია, ყველაფერი ისე მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს. თუმცა არის ძალიან გრძელი გზა ეს და დღეს იმის საუბარი თუ სად მიგვიყვანს ეს გზა და როდის შეიძლება გავიდეს და უშუალოდ დინამო ბათუმი იმ მწვერვალზე სპორტული შედეგებით რა მწვერვალიც უკვე კლუბს ჰქონდა აქამდე მიღწეული და ჩვენ დაგვხვდა, ასე ვთქვათ, ეს აწეული სპორტული თამასა. ამის თქმა ეხლა ძალიან რთულია, მაგრამ მე როგორც კლუბის წარმომადგენელს, როგორც კლუბის მენეჯმენტის წევრს მგონია, რომ იმ ტრანზიციის იმ ეტაპისთვის, რა ეტაპზეც ეხა იმყოფება გუნდი, საკმაოდ ნორმალური პროცესია, ნორმალური ვითარება. ახსენეთ სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუშვათ უკეთეს ფორმაში მყოფი გუნდი. ესეც მგონია, რომ იმ სპორტული პროცესის ნაწილია, რაც ჩვენ დავგეგმეთ დაუშვათ სეზონის წინ. თუმცა ჯერ იმის თქმა, რომ რაღაც ნორმალიზებულია სპორტული პროცესი, ამის თქმა ჯერ მაინც ნაადრევია. ხა მაისში 6 აპრილში 6 თამაშია, მაისში 7 თამაში იქნება და ეს ჩვენი კლუბისთვის, ჩვენი სპორტული პროცესისთვის არ იქნება მარტივი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ შევსება გუნდმა ვერ მიიღო პირველმა გუნდმა ზამთარში. დიახ, ანუ შემადგენლობის მხრივ დაუშვათ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ როტაცია იყოს სრულფასოვანი ამ ეტაპზე. კი, სპორტული პროცესის გაუმჯობესება და თქვენ თამაშის გაუმჯობესება რო შეამჩნიეთ
მისაღებია, ეგ ისა რა ქვია, მეც ძალიან სიამოვნებს და მახარებს, მაგრამ არ უნდა გავასწროთ მოვლენებს და რაღაც სწრაფ რეცეპტებს და სწრაფ სპორტულ შედეგებს არ უნდა დაუმიზნოთ. Თქვენი გადმოსახედიდან გუნდის წარმატების დაახლოებით რამდენი პროცენტი არის სავსე ტრიბუნები, გულშემატკივრების ჩართულობა? ჩემი აზრით, ყველა კლუბისთვის აუცილებელია ეს, თუმცა რაღაც პროცენტულობების გამოთვლა უშუალოდ კლუბის შინაარსში უნდა ვეძებოთ, ანუ იმ დონეზე, რა დონეზეც კლუბი ანიჭებს უპირატესობას თავის გულშემატკივარს, იგივენაირად უბრუნდება მერე უკან და ადეკვატურად გადაეცემა მერე ეს უშუალოდ კლუბს და გუნდს წარმატებაში. ჩვენ კლუბს რაც შეეხება კონკრეტულად ამ ხრივ ყველაზე თუ არა ერთ-ერთი ყველაზე უფრო საინტერესო კლუბი შეიძლება იყოს ბათუმის დინამო ჩვენ საფეხბურთო ეკოსისტემაში აქამდე რითაც და როგორც მოვიდა კლუბი გულშემატკივრის უდიდესი დამსახურებაა თვითონ ქალაქის უდიდესი დამსახურებაა და ვერ წარმომიდგენია მე პირადად ჩვენი კლუბის წარმატება გულშემატკივრის გარეშე, გულშემატკივრის აქტივობის გარეშე, მათი ინტერესის გარეშე და იმ სოციალური მნიშვნელობის გარეშე, რა მნიშვნელობაც დღეს და აქამდე ქონდა ბათუმში საფეხბურთო კლუბს. შესაძლებლობაა ეგ და კლუბმა უნდა გამოიყენოს თავისი საგულშემატკივრო ბაზისი უკეთესად და ვეცდებით რომ ეს გავაკეთოთ. გრიზლი პირველ რიგში მოგესალმები. მატჩის დაწყებამდე სულ რამდენიმე წუთი დარჩა. ძირითადი შემადგენლობები გამოგვიცხადეს ახლა. მე დასაწყისში ვთქვი და ახლაც გეტყვი დარწმუნებული ვარ გემახსოვრება რომ დინამო ბათუმი პირველად არის ჩვენ ლოგში. ამიტომ წესით განსაკუთრებული ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ბათუმის განვითარებას ზოგადად და იმიტომ რომ ახალი პროექტია ახალი ხელმძღვანელობა ყავს და ძალიან კარგია ის უნდა ვთქვათ უეჭველი რომ ფინანსური პრობლემები ამ გუნდმა დაძლია და სეზონი მძიმედ არის დაწყებული ნებისმიერ შემთხვევაში. ნებისმიერ გუნდისთვის. ხო, თელ ჩემპიონატს ფაქტობრივად რთული სტარტი გამოუვიდა, ვერ ვიტყვით რომ რაღაცა რომელიმე განსაკუთრებულად გაიჭრა წინ. იმის თქმა აუცილებლად არ უნდა დაგვავიწყდეს რომ პირველ ტურის გადადებული შეხვედრა, მოკლედ ამ თამაშს არ უწერია კარგი მეტეოროლოგიური პირობები. პირველ თამაში თოვლი იყო, ეხლა ისეთი წვიმა ნეტა თოვდეს. ალბათ მიხვდებოდით რომ მაგრად წვიმს, იმიტომ რომ მეორე იარუსზე გადმოვინაცვლეთ სამწუხაროდ მედია ზონა წალეკა წვიმა. ხო, დღეს არც ისე კარგი ამინდია. არა, მე მგონი აი გადაიღო ქვევით თუ შევხედავ, შეიძლება ჩავიდეთ პირველ იმაზე, მაგრამ თავარი იცი რა არის? თავარი არის რომ რამენაირად ჩემს ყოლას ეშველოს. მოდი დავრჩეთ, იქნებ ჩემი იქ ჯდომა პრობლემა და აქ ჯდომა მუშველოს. შეიძლება. მოკლედ, იმედი გვაქვს რომ უკეთეს თამაში იქნება, ვიდრე მაგალითად წინა დინამოს თამაშები ვნახეთ. უშუალოდ დინამოს ახლა ქუთაისშიც არ ქონდა ისეთ თამაში რომ რამით კმაყოფილი შეიძლება იყოს დინამოს გულშემატკივარი. ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ნახავთ გოლებს, შენ განსაკუთრებით გჭირდება ეს. მე 4 გოლი მაინც მაქვს ნანახიდან. შენ ჯერჯერობით ერთით იწონებ მხოლოდ თავს, ხო? პენალტი. კარგი, მაშინ დაველოდოთ მატჩი სულ რამდენიმე წუთში დაიწყება და ბუნებრივია თამაშის განმავლობაში იქნება ჩართველი. მადლობა. ეს გოლი მოლოდინად ღირდა. ამდენი ხანი 0-0-ების ყურებად ღირდა. ესეა იქ რა რაღაცას რო ელოდები და რაღაცისთვის რო უკანჯები. 400 კილომეტრი გაიარე, წახვედი, წამოხვედი, შუაღამეს ჩამოხვედი თბილისში და ამ სუპერ გოლად, რომელიც სხვათა შორის ბექა აუცილებლად გადაადებს, ამ სასწაულ გოლს რევას ჩიტაიშვილის მაგარი გასროლა ვნახეთ გიორგი ლორიას კარში და ბათუმის დინამო უკვე მესამე წუთზე დაწინაურდა და უგებს დინამო თბილისს. აბა როგორ მოგეწონა? შენი ემოცია დამანახე. ჩემი ემოცია არის რომ მე ღირსა, მოიცაქ მეორეც არ წავა. არა, მეორე წავა ჯარიმა. მე ღირსა. თან ისეთი გოლი მე ღირსა რომ მართლა ღირდა ლოდინად.
ჩიტაიშვილის დაახლოებით რამდენი მეტრი იქნება? 1.30 მეტრიდან ხო და შეიძლება ცოტა 25? 11 ხო რა უფრო 25-თან არის ახლოს 25-დან 30-მდე ესე ვთქვათ ძალიან კარგი შორიდან ბენგერი ქართულად როგორა ბენგერი არ ვიცი მაგრამ ყუმბარისებული დარტყმა იყო და თან ძალიან კაი ტრაექტორიით მომეწონა პირველ რიგში თბილისის დინამოს და ბათუმის დინამოს გულშემატკივრებს უნდა დავეთანხმოთ რომ რუსეთი ოკუპანტია თან ესეთ შეთანხმება უნდა მივიდნენ ჯერ ერთი დაიყვიროს მერე მეორე გადასძახებენ ერთმანეთს მანამდე კი უეჭველი უნდა ვთქვათ რომ თბილისის დინამომ გრაფში სწრაფად მოხდა ეგ და მატჩისთვის ბუნებრივია ეგ ძალიან მაგარი რაღაცა დოლტმუზიევის პირველი გოლი ვნახეთ შეიძლება ავტოგოლად კვალიფიცირდეს, იმიტომ რომ ბათუმელთან მცველსაც მოხვდა ბურთი, თუმცა ნუ დარტყმა იყო ფაქტია დინამოს მე-7 ნომრის და კარგია ეს მატჩისთვის კარგია. მე-10 წუთზე უკვე ყველანაირი წევლა მომეხსნა კი არა კი დაჭდა. გაწმენდილი მე-10 წუთზე. ანუ ორივე გუნდმა გაიტანა, ორივე ღია თამაშთან იყო. აქ კიდე 11 მეტრიანის ეპიზოდი იყო, ოღონდ ვერ დავინახე, უარზე გადაამოწმა. ეტყობა უკვე ჩაიარა იმ ეპიზოდმა და იყო გადასული ბურთი? არა, მაგრამ გააჩერებდა. აი არა სასტვენი ჩაიდო პირში და მე მეგონა სტვენდა თუმცა ნუ როგორც ჩანს ეგ ეპიზოდი გატარდა კარგია ერთ-ერთი გულშემატკივრების თამაშია ხო გულშემატკივარიც მოიქოქა უკვე იქით მარცხენი უყოს პირატები და მარჯვნივ უყოს ელიტა მატჩის 39 წუთია დინამო ბათუმი ისევ დაწინაურდა გიორგი ლორიას უხეში შეცდომის შემდეგ სადაც მან პირდაპირ მეტოქეს ჩააბარა ბურთის კირკიტაზე შეძლო ცარიელკაში უმარტივესი გოლის გატანა აი თითქოს არაფერი არ მოასწავებდა ამ გოლს იმიტომ რომ ერთ-ერთი შემდეგ თამაში იყო ჩამჯდარი მომენტების ნაკლებად იქნებოდა თითქოს გუნდებმა შესვენება აიღეს და ამ შეცდომამ განაპირობა ის, რომ დინამო ბათუმი გაიჭრა წინ და ეხლა ძალიან აქტიური თამაში წავიდა. პირველი ტაიმი უკვე დასასრულისკენ მიდის და როგორ გაგრძელდება ჩვენი უგოლიანი მატჩი. პირველი ტაიმი შეაფასე და დინამოს თამაში თამაშად შეეხება ძალიან ცუდად დაიწყო და ორი გოლი გაუშვა რომელიც შეეძლო საერთოდ არ გაეშვა ხშირად ხდება ხოლმე ორიას შეცდომა ვაღიაროთ რომ იყო გამოსწორების გზა რას ხედავ როგორც გულშემატკივარი მთელი ცხოვრება დავდივარავთ ამ გუნდის თამაშებზე და ყოველთვის სხვადასხვა რაღაცა ეტაპებზე სხვადასხვა პრობლემები იყო ეხა არის ერთად ყველაფერი არ ყავს ფეხბურთელები მხოლოდ აკადემიის ხალხი და არაკვალიფიციური ლეგიონერები ჩვენთვის ეს იყო წარუმატებლობა ესეთი რაღაც როცა ვერ გავდიოდით პლეი-ოფში მაგალითად ეხა უბრალოდ ერთი ეტაპის გადავახვაც არის ძალიან რთული იმიტომ რომ ხელმძღვანელობა ვინც ყავს ფულს არ ხარჯავს როცა ხარჯავდა არა მიზნობრივად და არასწორად გაიფლან გაისპული და შესაბამისად ხალხს ამით ვერ დაინტერესებს მე ძალიან მიყვარს დინამოს თამაშებზე სიარული იმიტომ რომ მგონია რომ ქალაქის რაღაც კულტურული ნაწილია, როცა შენი ქალაქის გუნდის თამაში დადიხარ რა. ვერ ხედავ პერსპექტივას რომ შეიცვლება რა, მე ხო ეს მოვალში, კონკრეტულად თბილისში, დინამო თბილისში. აბონემენტები ეს დინამოს ან საქართველოს ჩემპიონატში თითქმის ყველა გუნდმა ეხლა რაღაცა აქციასავით ბილეთებზე რაღაც ახალი გამოუშვა იგივე იბერიამ ეს გათამაშება დინამომ ცოტა უფრო აბონემენტების სტილი აიღო, რომელსაც ბევრი რაღაც მოყვება. იდეა კარგია, მაგრამ არ მგონია რომ გაიყიდება. მე არ ვიცი სტატისტიკა, როგორ იყიდება აბონემენტები სხვა კლუბების შემთხვევაში. ძალიან საინტერესო იქნება და ვნახავდი, იმიტომ რომ ეხა იბერიაც რაღაცებს ცდილობს, ინფლუენსერებსაც თავს და ტორპედოსაც აქვს როგორც ვიცი ბილეთების თემა აბონემენტი, მაგრამ არ ვიცი, ამ ეტაპზე მგონი არ მუშაობს ეგ, თუმცა უფრო გრძელ პერსპექტივაში რა თქმა უნდა კარგი აზრია, იმიტომ რომ ფანშოპიც განსავითარებელი აქვს დინამოს, იმ მხრივ რომ ონლაინ არ იყიდება მაგალითად ბილეთები და პროდუქცია უფრო სწორად რაც არის ფანშოპში და არ არის ხელმისაწვდომი ზოგადად ეკიპირება. ბატონო ვლადიმერ,
დინამოს დღევანდელი სიტუაცია რო შეგვიფასოთ, პირველი ტაიმი და თამაში როგორ მოგწონთ? საშუალო ზღვა. საშუალო თამაში არის. დიდი ხანია დინამოს თამაშებზე დადიხართ. კი ბატონო, კი. რომელი წლიდან? რა ვიცი, ბავშვობიდან დავდივარ. ანუ ბევრი გუცაევი გახსოვთ, ყიფიანი გახსოვთ კი ბატონო. და ეხლანდელი დინამო და მაშინდელი დინამო. მაგის შედარება არ შეიძლება მაგის. ის ლეგენდები იყო ეს. რა შეიცვალა, რა გჭირს? არ ვიცი, რა გჭირს, ადგინდა ამდენი უცხოელი რომ მოვყავს. ასეთი ბიჭები აქაც კი გვყავს, ჩვენ აკადემიასაც ყავს. თქვენ რო იღებდეთ გადაწყვეტილებას, რა გამოსავალს ხედავთ? გადაწყვეტილებას სულ ყველას მოიყვან ქართველს აკადემიაში ისეთ კარგი ბავშვები. წვნელზე რა სიტყვით? ძველი გადასარევი პიროვნება არის, ვლადიმერი გადასარევი პიროვნებები არის. And why you decided to attend the match? I think you can answer this better. Yeah, I love football myself, so I was just like, let's see if there's a match this weekend, and then we found out like there was a great match on a Saturday. So yeah, that was the most, that was the biggest thing for us. Okay, do you like the match itself? I mean, how would you rate it? I would say yes. There's a lot of goals, so that's a nice thing. Some things can always go better, but so far so good, I would say. Obviously. What about Georgian football? I mean, have you heard about Georgian football? I mean, the local championship. No, not a lot. I know Miko Tatse. He played at Ajax, so I know that player. But I don't know a lot about this competition, to be honest. Okay. Please like and subscribe on this great YouTube channel. Thank you. Come to Nijmegen. It's fun. დავიწყეთ მეორე ტაიმი. 52 წუთია დინამო თბილისი ტრადიციული აგრესიულობით მიდის წინ, იმიტომ რომ აგებს. ბიჭო, აი რაღაცა კი მიდის წინ, მაგრამ ცოტა აი გაბრაზება უნდა მე მგონი რა დინამო თბილისს, იმიტომ რომ ცოტა ისე მიდიან. აი რაღაც ჯიხურ. ხო, აი ჯიხვივით არ მიდიან რა და რაღაცა აკლია მე მგონი რა. აი გოლის მერე როგორც წავიდნენ ეგრე გაბრაზებულები რომ იცვენ, ეგრე არ მიდიან, რაღაცა დინჯა დაწვევიან. რაც პირველ ტაიმში არ გვითქვა მსიკა და უცებად უნდა ვთქვათ, გამომდინარე იქიდან რომ დინამო ბათუმი პირველადაა ჩვენს ვლოგში. გასული სეზონი გამოვიდა დინამო ბათუმს განსაკუთრებით რთული და ამას ფინანსური პრობლემები დაემატა. ნუ სავარაუდოდ ეს იყო მთავარი ლაკმუსი, ასე ვთქვათ, რატომაც პრობლემებში ჩავარდა გუნდი. შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფეხბურთელები ხელფასს ვერ იღებდნენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენ ამავე ვლოგში თქვენ ნახავთ ნიკა ჭღარკავას ინტერვიუს და კარგია, რომ ახალი ხელმძღვანელობა კლუბის ამ პრობლემებს ასწორებს პერიოდულად და ნუ იმედი ამ ეტაპზე, რადგან სატრანსფერო ფანი ადევს გუნდს და ესეთი რეალური გაძლიერება არ ჰქონდა, შეიძლება ვთქვათ ჩემპიონობისთვის გუნდმა ვერ იბრძოლოს, თუმცა ამ ეტაპზე ალბათ ყველაზე მთავარი არის სტაბილურობა, ადგილის შენარჩუნება უმაღლეს ჩემპიონატში და ასე შემდეგ. ნუ მნიშვნელოვანი თამაში იყო. Რა თქმა უნდა, ესეთ მძიმე თამაშს ველოდებოდით. უბრალოდ გულს დასწყვეტია, რომ ვერ მოვიგეთ, რადგან ორჯერ ვიყავით წინ ანგარიში და მაინც ფრედ დავამთავრეთ. მაგრამ ფრედ ჩემი აზრით ლოგიკური შედეგია, რადგან იმათაც ქონდათ მომენტები და ჩვენც საკმაოდ ბევრი მომენტი ქონდა.
ბათუმის დინამოს ამ სეზონის კარძე რა სიტყვი, იმედასაწყისი იყო სანაკრებოს შესვენების შემდეგ. რეზულტატი თამაში გაუმჯობესდა. აი რა გარდაიხა მოხდა ამ პერიოდში. თავიდან პირველი ტურები ისედაც მძიმე არის ხოლმე, როგორც ყოველთვის. ეხლა უფრო შევთამაშდით, უფრო გავიცანით ერთმანეთი, იმიტომ რომ ახალი გუნდი ვართ, ესე ვთქვათ, შეკრებიდან მოყოლებული ახალი გუნდი შეიკრა და მეორე ახალგაზრდა ყავს, ისინიც ეჩვევიან ამ თამაშს და იმედია უკეთეს და უკეთეს თამაშებს ვაჩვენებთ. ყველა მატჩზე მოსაგებად გავდივართ. რაც არ უნდა იყოს, როგორი გუნდის არ უნდა ყავდეს, დასუსტებულები ვიყოთ, გაძლიერებულები ვიყოთ, არ აქვს მნიშვნელობა. დინამო ბათუმი გადის მოსაგებად თამაშს ყოველთვის სტადიონზე. მადლობა. დასრულდა დინამოების დერბი, დასრულდა ფრედ. დინამო თბილისმა კიდევ ერთ შეხვედრაში დაკარგა გულები, ამ შემთხვევაში გოლა დაკარგა დინამო ბათუმას, მაგრამ გულები უფრო სწორად. თამაშზე რა სიტყვა? მე ბედნიერი ვარ იმითი რომ ეთქო რომელიღაც ჩვენმა გამომწერმა შამანს მიმართა გოლი ვნახე, თან 4 ვნახე. წინა თამაშების უგოლოობა მოიღო, მაგრამ მაინც ცოტა უკეთესი იმედი მქონდა სიმართლე რომ გითხრა, აი გულზე ხელი რომ დავიდო, უკეთესი იმედი მქონდა. მართლა გულწრფელად მაინტერესებს დინამო თბილისის ხელმძღვანელობის რეაქცია, იმიტომ რომ დინამოს დონის გუნდისთვის ისტორიულად პირველ რიგში ამდენი მატჩის ვერ მოგება ცალსახად შეიძლება შეფასდეს უარყოფით შედეგად. შეიძლება მეუღლეებს წინ უსწრებ უბრალოდ და ჩვეულ რიტმში გაგრძელდეს ყველაფერი, უბრალოდ მართლა მაინტერესებს მათი შეფასება. გულშემატკივარი ცალსახად კმაყოფილი ვერ იქნება, ვერც თამაშის ხარისხი და მით უმეტეს ვერ შედეგით. მერვე ადგილზეა გუნდი, წარმოიდგინე. უბრალოდ გასავარდი ზონასთან მართლა ერთნაბიჯი არის. ეგ ცუდია. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი არხი უნდა გამოიწეროთ და ალაიქოთ ეს ვიდეო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და გვეხმარება იმისთვის, რომ მეტი თამაში გავაშუქოთ. ნელა წავიდეთ ბოლოსკენ. წავიდეთ, ბექა ვნახოთ და ერთადაც ჩავწეროთ მერე. კი ბატონო. დასრულდა თამაში და გამოვიჭირე საქართველოს ჩემპიონატის ორი დიდი მოყვარული გიორგი ჯავახაძე, ალექს ზაგნიძე. ბიჭებო, მადლობა პირველ რიგში, რომ გვეწერებით და დადიხართ თამაშებზე. პირველ რიგში ჯავახ, მინდა შეგაფასებინო ეს კონკრეტული მატჩი. იმიტომ რომ გოლები ვნახეთ, ჩვენი იმდენ თამაშზე ვიყავით დინამოსაზე და გოლი ვერ ვნახეთ. ეხლა ძალიან გახარებულები ვართ. რაც დაიწყო ახალი სეზონი, ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო. თითქმის ყველა თამაში ვნახე და ესეთი კარგი ორგანიზება თამაშის თითქმის არც ერთ შეხვედრაში იყო. აი ტორპედო დინამო მომეწონა წინა ტურის ხარისხით. და ეს თამაში ძალიან კარგი იყო. ორივე გუნდი ცდილობდა რაღაც მაღალი პრესინგი, ბურთის დაჭერა, გათამაშება, ტემპიც ყველაზე მეტად მომეწონა, რომ რამდენჯერაც მოთამაშე დაიწყებდა ასე ვთქვათ კოტრიალს, იმდენჯერ სათდარიგოთა სკამიდან მწვრთნელების მხრიდან იყო შეძახელი, რომ ადე. კარგია რომ მწვრთნელები მოუწოდებდნენ, რომ მოდი არ გვინდა ეხლა ექიმის შემოსვლა რაღაცა, უცებ ესე სხვა ჩვენ თუ ტემპი არ ავწიეთ, არაფერი არ ეშველება საქართველოს ჩემპიონატს კი არა და არც ერთ ჩემპიონატს სამყაროში, იმიტომ რომ რაღაც TikTok-ის ერაში ვართ, რაღაცა 3 წამში თუ არ მოასწარი ყველაფერი ისე არავინ გიყურებს და მით უმეტეს ეხლა ფეხბურთში თუ დაბალი ტემპია არ გიყურებს არავინ. აჩქარდა ცხოვრება, ძალიან აჩქარდა. ჩვენც უნდა აუყვეთ ამას და ტემპი მოვამატებინოთ ფეხბურთელებს რა და ფანობაც ეხა მესამე დამოვიწყდა ეხა სტადიონზე ხალხი უნდა იყოს რომ უფრო მოინდომონ ფეხბურთელებმა და უფრო მაღალი ტემპი გქონდეს რა. მე დარწმუნებული ვარ რომ ბევრ თამაშს უყურებ მიმდინარე სეზონში, თან ქუთაისის ტორპედოზეც კითხავ, ქუთაისის ტორპედოს ტემპზე რას მეტყვი და ზოგადად მოლოდინებზე მიმდინარე სეზონში რამდენად კმაყოფილი ხარ იმით რაც ხდება ქუთაისის ტორპედოს გარშემო. კმაყოფილი ვერ ვიქნები, იმიტომ რომ საშინელი სტარტია, მაგას დაეჩვიეთ მე მგონი. ხო, სტარტს დავეჩვიეთ და მე ბოლოსკენ უკვე აღარ ყოფნის, პირველ წრეში ისე იკარგება ქულები, რომ ბოლოსკენ უკვე აღარ ყოფნის. შარშა მაგალითად ლიგა 2-ში პირველი გუნდი იყო გადასული, ბოლო გავარდნიდა და დანარჩენ 8 გუნდს ჰქონდა შანსი როგორც გადმოსვლის, ისე გავარდნის. ისე მჭიდროდ იყვნენ ქულებით ერთმანეთ. ტორპედოს რო დავუბრუნდეთ, უკეთესის ბოლოდინი მაქვს. იმიტომ რომ არ არის ეს გუნდი რაღაც ახალი, შარშანაც თითქმის ბაზა ფეხბურთელების იგივე არის და თამაშის ხარისხს რა თქმა უნდა უკეთეს ველოდებოდი და საშინელი სტარტია. ნახოთო და ველოდოთო თვითონ გუნდის ხელმძღვანელობა იძახის აპრილი იტყვისო ყველაფერსო და ნახოთ და ველოდო მეც ველოდები ვერაფერს ვერ შევცვლი. თანამედროვე ფეხბურთი იმდენად სწრაფი გახდა, რომ როშიადარო ხო გეგონება რომ რაღაცა slow motion არის ზოგი თამაში ჩვენთან. დღევანდელი თამაში იყო რა ვიცი, ჩემი აზრით საუკეთესო მაყურებელი აქტა. ერთ-ერთი აქტა მაყურებელი ამ თამაშს რა.
გამეხარდა მართლა უყურე ქუთაისის vlogs მოგწერე კიდევაც რომ მიდიოდით ვერ მოვახერხე უბრალოდ ამ თამაშს მაგრამ დარწმუნებული ვარ გადავიკვეთებით მაგ ქალაქში აუცილებლად და მიხარია რომ გამოჩნდა კიდე რაღაცა ჯგუფი ადამიანების ვისაც აინტერესებს ეს ამბავი და ძალიან გამეხარდება თუ ეროვნული ჩემპიონატი ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი უფრო მეტი ადამიანი იქნება ვინც ამ ყველაფერს გააშუქებს და უფრო მეტ ადამიანს მოიყვანს თამაშებს ეს იქნება ძალიან მაგარი ამბავი და ბევრ როგორ კლუბს ვისურვებთ იცი ეროვნულ ლიგაში ვისაც გულშემატკივარი ყავს რა მაყურებლის გარეშე ანუ ფეხბურთის არსებობა არ ვიცი ჯავახ შენ ძალიან კარგად იცი YouTube-ზე ვიდეოს გავარდნისთვის რა არის საჭირო და ჩვენს პოტენციურ გამომწერებს გითხარი 1-2 სიტყვიდან ნელ-ნელა დაგემშვიდობებით. მე ხა ნახდათ არა ვარ ყველაზე წარმატებული იუთუბერი საქართველოში, მაგრამ ქართულ სპორტზე ალბათ ყველაზე დიდი ჩენელი კონკრეტულად ქართულ ფეხბურთზე, ხელბურთიც როა და კალათბურთიც და რაგბიც და ფეხბურთიც რაღაცა რაოდენობა გამომივიდა, კი. მაგრამ ნუ წარმატებად ჩავთვლი, რომ მე შენ კიდე ერთი ახალი არხი დაიწყო away days ქართულ ფეხბურთზე მესაც წარმატებას უსურვებ. ნუ ახლა ფუტბალი დიდი ხანია უკვე არის და ქართულ ფეხბურთს ეხმარება და უზარმაზარი აუდიტორია ყავს. ჩემი სურვილი იქნება რომ ქართულ სპორტზე იმხელა აუდიტორია მოგროვდეს, რომ აღარ დაგჭირდეს ახლა რაიო ვალეკანოზე ხუმრობა და რაღაცა, რომ აქაც საკმარისად ვიყოთ რა და ერთი 50000 გამომწერი ყავდეს რა ქართულ სპორტის არხებს გისურვებთ რა და მე გადავიდეთ 100-ზე, მაგრამ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ აი გამომწერობიდან ეგ ხალხი გადავაქციოთ ტრიბუნაზე მოვიდეს ეგ ხალხი. რამდენიმე წლის წინ იყო ასეთი პრობლემა რა ქართულ კლუბებთან ვისთანაც ქონია კომუნიკაცია, ხო? ეს ტიპები ანუ ამ სოციალურ მედიას სერიოზულად არ უყურებენ. კლუბის ხელმძღვანელებზე მაქსაუბარი რა, მაიცა რა, ანუ ფიქრობენ რომ ანუ ეს არაფერს არ დაეხმარება, ანუ ეს ისეთივე თანამედროვე ფეხბურთის ისეთივე შემადგენელი ნაწილია საფეხბურთო კლუბისთვის, როგორც სიტყვაზე ინფრასტრუქტურა, ბაზა, ფეხბურთელი, ტრანსპორტი, ყველაფერი და გულშემატკივარი და თუ ეს ვარ მიახმარე ანუ მე ინფორმაცია საიდან უნდა მივიღო, ანუ რომ თამაშია სიტყვაზე დღეს, კაი მე ოკეი ვიცი საიდანაც უნდა მივიღო, მაგრამ ვისაც უნდა და არ იცის იმარა უნდა კლასს, ანუ ხო და ეს თუ არ მიახმარეს თვითონ კლუბები და მე ძალიან მიხარია რომ ამ კუთხითაც დაიწყო რაღაცა გამოცოცხლება და ეს აუცილებლად ადრე მოიყვანს რა ხალხს რა ცოტა შორეული პერსპექტივაში მაგრამ მოიყვანს. არა არხებიც რა თქმა უნდა წარმატებას გისურვებთ მოკლედ და მადლობა რომ ეს თქვენი წვლილი შეგავთ ამ კარგ საქმეში. კი ბატონო. წარმატებები თქვენ საქმეში, წარმატებები ქართულ ევროტურნირები მოვა, ის მოვა, 1000 საქმეა, 1000 საქმე. გამოიწერეთ ამ კარგი ადამიანების არხი მეგობრებო, ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ და მომავალში დაგიფასდებათ, დარწმუნებული ვარ რომ აი მე ეს არხი გამოწერილი მაქვს ამას იტყვით. დიდი მადლობა.